შუქრან. შუქრან. მოიცადე? ბატონო ფიქრი. კეთილი იყოს. გამარჯობა ქალბატონო შეიმა. ქალბატონო შეიმა, შეიძლება შემოვიდე. რა თქმა უნდა, შემოგბრძანდით. მე შენ გაჩვენებ. ისეთ ამბავს მოგიძღვებ. მე? არა, თქვენ არა. შუქრანს. შუქრანს? ქალბატონო შეიმა, თუ მორჩით შევალ, კარგი? ბატონო ფიქრი. კარგად ხართ? რა შეასაქმე? ქალბატონო შეიმა. ბატონო ფიქრი. რა შეასაქმე ცუდად ხართ? რატომ დაიჩოქეთ? დიახ, ცუდად ვარ. ძალიან ცუდად ვარ ქალბატონო შეიმა. ძალიან გთხოვთ, არ გინდათ ამას ვერ გადავიდან. ამას გავაკეთებ. გრძნობებს ვეღარ ვიკარებ. სული მიდუხს ქალბატონო შეიმა. რა გაგებით გიდუხთ? ქალბატონო შეიმა, გამომყვებით ცოლად. ქალბატონო ამ სიჩუმეს თანხმობად მივიღებ. მოდით ხალხს და სამშობლოს მიულოცოთ. ბატონო ფიქრი, რას აკეთებთ? დედა, ბატონო ფიქრი, რას აკეთებთ? ბატონო არა, მამა. ამიერიდან მამა დამიძახე. ხოლო შენ გაგვაკვდი, მამა დამიძახე. რა? კარგი ახალი ამბავია. მეжди. ძმაო, დავიხსია. მოიცადე, ერთი წამით აღარ მომშორდები ხომ გაიგე? ეს რა არის? შენ რა გაგაცინებს? მოდი, ზამოდი. ბარიშ, შენც წამოდი, ჩაი ერთად დავლიოთ. თუ დაკავებული არ ხარ, შემოდი. ჩაი დავლიოთ, ბავშვებსაც გაუხარდებათ. არა, არ ზამაო. ეს ჯემილის სახლია, უხერხული იქნება, დაისვენეთ. არა, ეს ჯემილის სახლი არ არის. ეს ჩემი სახლია. თუ შენი გოგონა წინააღმდეგი არ იქნება, შეგიძლია შემოხვიდე. რაღაცას ვეთქვი, იმიტომ რომ ეს გაინტერესებს. გოგონა არ მყავს, ხომ გაიგე? თავისუფალი ვარ. არა, არ მაინტერესებს, გააკეთე რაც გინდა. მომისმენა, სიტყვების არ გესმის? მეგობარი გოგონა არ მყავს, ამას ნუ ეჭიდები. ულია ჩემთვის არავინ არ არის და არ შეიძლება რომ იყოს. და საერთოდ ანგარის რატომ გაბარებ? ჩემთვის ვინ ხარ? საყვარელი ადამიანი? არა, ჩემთვის არა ვინ ხარ. ამიტომ რაც გინდა ისი ფიქრე, არ შევწუხდები. შენც რაც გინდა ის გააკეთე, ჩემთვის სულ ერთია. შენ კი მამა ქალიშვილობანა ქმართან ითამაშე, იმ ჯემილთან, გაიგე? კიდევ რა? გოგონა რა შეასაქმე? არაფერში. ნამდვილად ბარისთან იჩხუბა. ქალბატონო ხულია? სალამი ფელის. სალამი. მინდა დაგელაპარაკო. რა თემაზე? სავაშზე. თულაი, ბავშვებო, მალე მოვალ. კარგი ძვირფასო.
ბრძანეთ. მომისმინე ფელის. მგონი სავაშთან ადრე ურთიერთობები გქონდა. ანუ ასე სავაშმა მითხრა. მაგრამ ეს ურთიერთობები წარსულში დარჩა. შენზე უარი თქვა. თავისი ნამდვილი სახელიც კი არ გითხრა. თუ ოდნავი სიამაყე მაინც გაქვს, ჩვენი ცხოვრებიდან წახვალ. ვინ ხარ ამას რომ მეუბნები, რა შეია საქმე? მისმინე ფელის დაწნარდი, სიმართლეს გეუბნები. სავაშთან ერთად ვიყავი. მე რა უნდა გავაკეთო? ორდენი დაგკიდო? რა გინდა? ჩემს მიმართ ვალდებულებები აქვს. შეიძლება ფეხმძიმედაც ვიყო. მოხარული ვიქნები თუ მის გარშემო არ იტრიალებ. ეს რაში მჭირდება? მიდი, წადი. მიდი. ულია? მოდი, შემოდი. არა, ცოტა დრო მაქვს, წავალ. მინდოდა ჩანაწერები გადმომეცა. ხვალ გამოცდაზე დაგჭირდება. ეს რა არის? ხომრობ? რატომ იცვალე? რას ამბობ, ძვირფასო? სიკეთის გაკეთება არ შეიძლება? დიდი მადლობა, არ ვიცი როგორ უნდა გადაგიხადო. საავადმყოფოში შევხვდებით, კარგი? კარგი. ისმენ ჰულია. ჰულია? თქვენ შორის ხომ არაფერი ყოფილა? თქვენ ხომ მეგობრები ხართ? თქვენ შორის არაფერი ყოფილა, ხომ ასეა? რას ლაპარაკობ? ყუილია? ყუილია თქვი? მიდი, მითხარი. იყვირე რომ თქვენ შორის არაფერი ყოფილა, რატომ დუმხარ? თქვი? შენთვის რა? შენთვის რა? ჩემი ცოლი ხარ? შენი ქმარი ვარ თუ ვინ ვარ, მეგობარი ბიჭი? შენთვის ვინ ვარ? გათხოვილი ხარ, გაიგე? ჯემილი შენი ქმარია. ჯემილი. ღამით ჯემილთან რასაკეთებ? რას ლაპარაკობ? მასთან ერთად რა უნდა გავაკეთო? სულელი ხარ? რა ჯემილი? ცოლად გავყოლოდი, ვალდებული არ ვიყავი? მიყვარ ხარ სულელო, ნუ თუ შენს გარდა ვინმეს ვხედავ? სულელი. როცა სასამართლოში თქვი რომ ყველაფერი მორჩა, დამცირებული ვიყავი, ვერ დაინახე? გაუზრდელი, კიდევ ჯემილიო. ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა. პატარა იმედი იყო, მაგრამ ამოიწურა. ფილის. ფელისი არ არის. ჩემი სახელი აღარ წარმოთქვა. არც კი მომესალმო. ყველაფერი მორჩა, ჩემი გაიგე?
ქალბატონო შეიმა. როგორ ხარ? იქნებ ვილაპარაკოთ. დალაგება. უნდა დავალაგო. ო, აბარა, ყველაფერს დაალაგებთ. მე აქ ვიქნები და დაგელოდებით. როგორც ცოლ-ქმარი ისე ვიცხოვრებთ. ცოლ-ქმარი. ლუდი მომიტანე. ჩვენი ცოლ-ქმრობა აღნიშნოთ. აბა, რა სიტყვით? ცოლი და ქმარი. დედა ერთი წუთით სამზარეულოში გავიდეთ. ერთი წუთით. ქალბატონო შეიმა, მეჯდი გეძახით. ოღონდ ლუდი მომიტანეთ, კარგი? და მისაყრლობელი არ დაევიზღოთ. აი, ასეც მოგიხდება. რა გათხოვება, სულ გაგიჟდი? მამასთან მორჩი ახლა ახლიდან? ნუ თუ ფიქრი ასეთია. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან. დედა მე კი არა. დედა ის რახმეთის მამაა. კარგი რომ ყოფილიყო, ცოლი არ მიატოვებდა და არ წავიდოდა. ცოლად ვერ გაყვები. ანუ? ასე ნუ ლაპარაკობ. მასზე ასე ნუ ლაპარაკობ. როცა გათხოვდები, მარტო დავრჩები, მე რა გავაკეთო? არა დედა, მასზე ვერ გათხოვდები, მორჩა. ასე ნუ ლაპარაკობ. ასე ნუ ლაპარაკობ, შვილო. ჰიკმეთ, ყველა საშინელ დღეში ვიყავით. ახალგაზრდა კაცი ხარ, რა მოხდა? კარგი, მოდი ეს თემა აღარ გვინდა. მორჩა, თამაშზე მოყევი. რა ხდებოდა? ელიბოლებმა ლეგენდა დაწერეს. ღმერთო, ლეგენდა დაწერეს. შოუ მოაწყო, ღმერთო. მადლობა. მე თქო ძლიერი იყო, მაგრამ ვერ მოგვიგეს. ფიქო, არ გინახავს როგორ ყვიროდით? ის მოც გეყვიროდა, მიდი ფიქო. მიდი ფიქო. ჩემოგრავა. თული ადიქი, წავიდეთ უკვე. ჯერ ფელისი დაბრუნდეს, ერთად წავალთ. ბავშვებს ხომ არ დავტოვებთ? რახმეტი ხომ აქ არის, ცოტა დავიღალე, დავისვენებ. კარგი. აღუნდ ვერ წავალ, სანამ ისმოს არ ვაკოცებ. ბატონი ისმოსგან კოცნას მივიღებ. ჩემოგრავო. ქალბატონო ზეინებ, შეიძლება გაკოცოთ? დედა როდის მოვა დათულაი? არ ვიცი საყვარელო, ეს შენი სათამაშო ხომ გიყვარს? რა ქვია? დედა მომცა. რა დავარქვათ? ბავშვებო, თქვენ თქვით. იქნებ ტონტიკი. რა ტონტიკი? ადამიანი ობობა. არა, მოდი ნაჯახა დავარქვათ. ზეინებ. და ეს სიყვარული ერქვას. მინოში. მინაშელი ბოლი. მაშინ ზეინებმა მინოშელი ბოლით ითამაშოს. შენს თავს ძმა რახმეთს ვაბარებ, კარგი? დროებით, ჩვენ წავედით. კერას, მიდი ფიქმის გაკვეთილების გაკეთებაში დაეხმარე. მიდი წადით. ყველანი ოთახებში მიდით. შენ ადგილზე ზიხარ არა? დროებით შევხვდებით. უკვე მიდიხართ? ცოტა დავიღალე. წავალ დავისვენებ. კარგი, როგორც გინდათ. კარგი, მე წავედი. ჩემოგრავო. შერატიროდი? რა შეასაქმე, ბარიშთან იჩხუბეთ? თულა იმასთან იწვა. კარგი, ყველაფერი მორჩა, მასზე აღარ ვილაპარაკებთ, კარგი? ახლა ყველაფერი ნამდვილად დასრულდა. კარგი, ძვირფასო. ამაზე არ ვილაპარაკოთ. თვითონ წააგო. შენი ღირებულება ვერ დაინახა. ახლა დაიტანჯოს. ტუფანთან წავალ და მერე მოვალ. კარგი, საჭმელს მოვამზადებ, ბევრი საქმე მაქვს. ბავშვები სად არიან? ოთახში არიან, გაკვეთილებს ამზადებენ. დაო. ზეინებმა დედა ეკითხა. რა უნდა ვუთხრათ? არ ვიცი, ძვირფასო. ჯერ ძალიან პატარაა. საცოდავი, მამაც კი არ ყავს. ალბათ არა.
გამიკვირდა, როცა მამა მოვიდა და თქვა, ვიცოდი რომ ჩემი შვილი არ იყავი. დიდი ხანია იცოდა და ამისგან პრობლემა არ შეუქმნია. შემეყვარა როგორც ღვიძლი შვილი. როგორც საკუთარი შვილი ისე შემეყვარა. მისი ვაჟი ხარ. და ჩვენი ძმა. ძვირფასი ხარ. ვერ გავიგე რა უნდა. ფიცა ვერც მე გავიგე. ძმაო, გთხოვ, ეს აღარ გააკეთო. გულს ნუ მოგვიკლავ. დაგძაბეთ არა. ასეთ რაღაცებს ნუ აღარ გააკეთებ. არ დაგცილდე. შენს გარდა არავინ მყავს. ო, ასეა დაო. დაიგო. ნახევარ დღეზე პიცერიაში სამსახური ვიშოვეთ. სკოლიდან იკრძალვათ ხოლმე. ყვალიდან ვიწყებთ. რა სამუშაოა? საღამოობით ვიმუშავებთ და დაზღვევაც გვექნება. არ შეიძლება. მე ისედაც მუშაობ. თქვენი მუშაობა არ ღირს, არ შეიძლება. დაიგო. ოჯახში შემოსავალი იქნება. რა შემოსავალი? შემოსავალი არ მჭირდება, მთავარია სკოლა დაამთავროთ. ასემი ჯერ კიდევ ქუჩებში დადის. შენი გამონათება საჭირო არ არის. რახმეთს არ უნდა მოცილდე. გაჩუმდი. კარგი, დაველაპარაკები. დაო. ის რა რომ დაივიწყოს, ყურადღება უნდა გადავატანინოთ. მთელი დღეები მასთან ერთად ვიქნები. ამ საქმეში დაგვრანხდი. ძალიან გთხოვ. საღამოთ იმუშავებთ, სწავლა როგორ იქნება, ასე არ შეიძლება. თუ დავეღლებით, მუშაობას შევეშვებით. თავარია რომ ის რა დავავიწყებინო. მასთან იქნები ასეა? ყურადღებას მივაქცევ. კარგი, მაგრამ თუ დაიღლებით, თავს დაანებებთ, კარგი? რა თქმა უნდა შევეშვებით. კარგი. აბა, რაო? რა გითხრა ძმაო? დამთანხმდა. ძმაოდის მოტყუება არ მინდა. მისმინე, როცა ვალს გადავიხდით. ასეთი რაღაცეები აღარ შეედინო, კარგი? არ გაჯიოთდე. იმაზე არ ფიქრო, პრობლემები მეც მაქვს თუ არ მაქვს. მე ყოველთვის გვერდში გიდგავარ. ძმაო, რამე პრობლემა შენს გაქვს, როგორც მე? წამოდი მაგიდე გავშალოთ, წამოდი. მომისმინე ფელის სიმართლეს გეუბნები. სავაშთან სიახლოვე გქონდა. შეიძლება ფეხმძიმედ ვიყო. თქვენ შორის არაფერი ყოფილა, ასე არ არის? თქვენ ხომ მეგობრები ხართ? თქვენ შორის არაფერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. შენ კი მასთან იწექი. მიყვარხარ იდიოტო, ნუ თუ შენს გარდა ვინმე სხედავ. პატარა იმედი მქონდა და ის ამოიწურა. ჩვენ შორის ყველაფერი მოჩა, გაიგე? ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.
ბატონო ფიქრი მაგიდასთან დაბრძანდით, ჭამეთ სანამ არ გაციებულა. მოდი დავჯდეთ, დავსდეთ და ერთად ვჭამოთ. მერე კი დავქორწინდეთ, აღარ გავწევოთ. იქნება არ ვიჩქაროთ. მეჟდი შვილო, ერბო კვერცხი მოგიმზადე, როგორ ჩენ გიყვარს. დაჯექი ჩემო საყვარელო, დაჯექი. მოდი დაჯექი. არ მინდა. გეფიცები ძალიან გემრიელია ქალბატონო შეიმა. კვერცხი გააცოცხლეთ. იცი რა, ქათამარო დაინახოს ნამდვილად შერცხება. სკოლაში მივდივარ, არ დაგავიწყდეს რაზეც ვილაპარაკეთ. გოგონი სადმები ხარ? ნუ თუ მაგიდის მიტოვება და ასე წასვლა შეიძლება. ქალბატონო შეიმა, დაბრძანდით. ერთად გემრიელად ვისაუზმოთ. კარგი? კარგი. ქალბატონო შეიმა, სიცოცხლე ხანმოკლეა. დღეს ვართ, ხალკი აღარ. არა. ასე ნუ ლაპარაკობთ. დაეუფალმა ხანგრძლივი სიცოცხლე მოგცეთ. თვის წყალობით, ნეტავ მომცეს. ვისაუზმოთ, მერე წავიდეთ და ვიქორწინოთ. ბატონო ფიქრი. არა, ჯერ ხომ არ გაყრილ-ხართ. როგორ დავქორწინდებით? უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. შეუძლებელია. ქალბატონო შეიმა, რამდენი საქმე დამაყარეს. სანამ არ გაეყრებით, ვერ დავქორწინდებით. ქალბატონო შეიმა, სუფრასთან ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? მოდი ჯამა დავამთავროთ. მერე კი წავალ და გავეყრები. წადით და გაეყარეთ. მე კი ჩაის დავადგამ. ამ დროში კი მეჟდის დავითანხმებ. ისმა, დამჯერი იყავი და თულაი არ გააბრაზა. კარგი. ზეინებ, შენც კარგი? მიდით. ზეინებ, დეიდა სამუშაოზე წავა. მერე დაბრუნდება, კარგი? არ იდარდო, ნუ გეშინია. კარგი. დამელოდე სადილის შემდეგ მოვალ, კარგი? სახლში შემოდით. მოდით. შედით. მიდით. წარმატებული მუშაობა ჩემოკრავა. მადლობა. შევხვდებით. დილამშვიდობის დეიდა. დილამშვიდობის კეთილი იყოს მობრძანება ფელის. ნახვის მოხარული ვარ. პიცა ძალიან იღბლიანი ხარ, ეს ადგილიც გავყიდე და სახლიც. ეს როგორ? ამ ადგილს ხურავთ? არა, არ დაიხურება. ასევე იმუშავებს. დღეს გაგეცნობიან. დეიდა ხიჯეთ, რატომ არ თქვი ამ ადგილს უყიდდი? ახალმა პატრონეს სარვენდომები. რატომ? დაილაპარაკებთ, შეთანხმდებით. არც კი მიფიქრია. მოულოდნელად გამოჩნდა და ეს ადგილი იყიდა. კარგი ფულიც გადაიხადა. მეც გავყიდე. სოფელში წავალ, იქ ვიცხოვრებ.
გილოცავთ. ახალ სამუშაოს მოძებნი. რატომ განაწყენდი? მოიცადე დაილაპარაკებთ და შეთანხმდებით. ერთად იმუშავებთ. ამდენად იღბლიანიც არ ვარ. მოფრინავს. ეს ბოლოკოვზია, მიდი. ოჩახ, ჩემო საყვარელო, ოჩახ. მომშივდა. ზეინებ, მიდი შენც ჭამე. ერთი კოვზი შეჭამე. არ შევჭამ. არ გშია? თუ არ მოგეწონა, სხვას მოვამზადებ. არ მინდა. რატომ? სანამ დედა არ მოვა არ შევჭამ. ჩემო კრავო, ასე მშიერი დარჩები და ავად გახდები. ვერ გაიზრდები. დედა ასეც თუ გნახავს ეწყინება. დედა მოვიდეს. ზეინებ, ნუ გარბი ხარ. ნახე, ის მოსეწყინა. მოდი. ზეინებ, აქ მოდი. ხედავ, გაიგონე? მოდი, შენს გარეშე არ შეუძლია, ძალიან გთხოვ, ჩემო კრავო. მოდი. არ შევჭამ. კარგი, ნუ შეჭამ. ტუფან, წყალი მომიტანე და უყოვნებლე, ნერვებზე ვარ მოშლილი. გეუბნები რომ წყალი არ არის, ჩაიდალია. არა, ამას არ დალევ. რატომ? მიდი ჩაიდალია, ჩაი კარგია. რა შეესაქმე? ტუფან უნდა გავეყარო და უყოვნებლე. ღმერთო, გაყრაზე არაფერი მითხრა კარგი, ამ საქმემ მომკლა, განადგურებული ვარ. რატომ? გაყრა მჭირდება, უნდა გავეყარო. რის გაკეთებას აპირებ? წახვალიპოვი და გაეყრები და ღმერთმა დასაჯოს. იცი რა გააკეთა? რა? სახლში სხვისი ბავშვი მოიყვანა. მე კი გავზარდე. ძმაო, ასე ნულაპარაკობ. შუქრანი. ფიქრი. ბავშვები მოიწვია, მოწმეები იყვნენ. თქვან რომ დედა არ არის და მოსამართლე გაგყრით. რას გვისმენ? რატომ გვისმენ? ბავშვებისგან რა ხეირია ვერ გავიგე. ფიქრი და ამტკიცებ რომ სოლი არ არის და მაშინ გაეყრები. იცი როგორ ხდება? პირდაპირ ადგილზე გაგყრიან. მართლა? გეუბნები ადგილზევე. შუქრანის მოსვლაც არ იქნება საჭირო. ტუფან, ხედავ? ჩვენი ჩლუნგი ტაქსენი ადვოკატი გამختარა. რაღაცებს ნუიგონებ. არაფერს არ ვიგონებ, ფიქრი. ჩემი რძალი ქმარს ასე გაეყარა. შვილები მოიწვია, მოწმეები გახდნენ. ისე გაყარეს, ქმრისთვის არც კი დაუძახიათ, გეფიცები. ძმაო, რეალურად? ერთი შეხედე, ეს რომ ცოდნა და ამდენს აღარ ვიწოლებდი. ტუფან, შენ რა მისი სიტყვების გჯერა? ის ხომ ჩლუნგია. ასე რომ იყოს, ყველა გაიყრებოდა. ქორწინებაში რატომ უნდა დარჩნენ? ადექი წადი და გაეყარე. გვეხმარება რატომ ამცირებ? იმიტომ რომ ჩლუნგია სიდედერთან ცხოვრობს. აქ მოვიდა და რაღაც შოუს აწყობს. უბრალოდ იდიოტია და სულ ეს არის. ხედველობაში გაქვს, ხედველობაში ჩვენ ვყავდით? კიდევ რა? არა, ამას ვერ დავიჯერებ, არ არსებობს. აბა, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ. მიდი ეგ დალია. ახლა ამას თავზე დაგასხამ. არი დარდაშულო, არ გაგიშვებს. შენი ნდობა შეიძლება. შენ დათმობებზე მიდიოდი. არ ვიცი ჩემს პირობებს მიიღებს თუ არა. და როგორი პირობები გაქვთ? მოვიდა შულო ამირ. ეს ფელისია. აქ მოდი. შრომის მოყვარია, პატიოსანი. დაილაპარაკეთ და შეთანხმდებით. მე ზემოთავალ. ლიფტებს მოვაგროვებ. თქვენი პირობები მართლა მაინტერესებს. ხუთი ბავშვი მყავს. კიდევ პატარა დიშვილი. ყურადღებას ვაქცევ. დეიდა მამის შესახებ იცოდა და დათმობებზე მოდიოდა. თქვენთვის უმთავრესი ოჯახია. თავისუფალ დროს მუშაობთ, ხომ ასეა? ასეა. ყოველს არ გეტყვით. ახალი მუშაკი დაიქირავეთ, ახალ სამუშაოს მოძებნი. პრობლემა არ არის, მაგრამ ეს როგორ თანახმა ხართ? რა იყო ცუდად ვიქცევი? არა. აქ ისედაც მთელი დღე ვიქნები. პრობლემა არ არის. შეგეძლო წახვიდეთ, მოხვიდეთ, მაგრამ დაუთავებით. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ. ახლოს ცხოვრობ, ღამითაც მოვალ ხოლმე.
გავუმკლავდები. შევთანხმდით. ფელისი არა? დიახ, თქვენ კი ბატონი ამირი. ბატონი არა, უბრალოდ ამირი. კარგი. ეს შენთვის პირველი საქმეა. საღამოსთვის მზად უნდა იყოს. დავაუთავო? კი, და შოვები არ უნდა იყოს. არა, არ იღელვოთ. ექიმები ისედაც ბევრია, მაგრამ მეგობარ ექიმებს გითხავ, დავინტერესდები. გასაგებია მასწავლებელა. სიახლეებს ველოდები. მადლობა. კარგი. ულია, მეგობარი სამსახურს ეძებს, იქნებ დაეხმარო. რა თქმა უნდა, რას ამბობთ, სავაში საუკეთესოა. არ ვიცოდი სამსახურს თუ ეძებდა. ჯობდა ჩემთვის მოემართა. დოქტორ არის შევხვდი და გადავწყვიტე დავინტერესებულიყავი. კარგი, მაშინ დავილაპარაკოთ. შევხვდებით. შევხვდეთ მასწავლებელო, კიდევ ერთხელ მადლობა. რა იყო სავაშ? მთავართან რატომ მიდიხარ, როცა მე ვარ? ულია, მართლა ძალიან გაფასებ. რეალურად ხედავ ჩემთვის რამდენ საკეთებ, მაგრამ ფილისი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. არ მინდა რომ განაწყენდეს. სავაშ, ეს ხომ უკვე გავიარეთ. უკვე ვილაპარაკეთ, მეგობრებად დავრჩებით. ამაზე რატომ ლაპარაკობ? ალბათ მას ელაპარაკე, ხომ ასეა. მოუყევი ჩვენს შორის რაც იყო. არა ძვირფასო, ეს საკრე შუაშია. არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ მასთან არ მილაპარაკია. პირად ცხოვრებაზე არავისთან ვლაპარაკობს სავაშ. ხო, არ გელაპარაკია. აბა, საიდან იცის? დამინახა, როცა შენთან მოვედი. დასკვნები თვითონ გამოიტანა. არ ვიცი. ჩვენ ქალები ხანდახან ასე ვაკეთებთ. ანუ გამოდის რომ მე თვითონ მithქვამს არა? ხომ ასეა? ო, და სულ ტყუილად დამადანაშაულე. კარგი. კარგი, მაშინ მოდის ვიხდი. კარგი. მაპატიე, ბოდიში. კარგი, არ იდარდო. წამოდი სამსახურზე დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ. ტექნიკა ძველია, მაგრამ მუშაობს. წარმოების პრობლემაა. ქსოვილი დაძველდა და ამიტომ. რას ვიზამთ, როგორღაც გადავლახავთ. კარგი, ეს მზად არის. ჯანმრთელობა შენსხელებს. საღამოს აზრის დაჯილდოების ცერემონიაზე მივდივარ. თქვენი ქალიშვილია? არა და მე 4 მყავს. მართლა? აბა როგორ ფიქრობ სამსახურში რატომ აგიყვანენ? ბევრი სამსახურიდან გამიშვა სანამ არ აღზარდე. ვიცი როგორ რთულია. თქვენ გაზარდეთ? შობლები ადრე დაიღუპნენ. ცდილობდი თავში საფარში არ მოხვედრილიყვნენ. მეც ვცდილობ, რომ ბავშვთა სახლში არ წაიყვანონ. ბედის ზერა შეხედე. ადრე ჩემნაირებს არ შეხვედრილ ვარ. მეც ფიცავ. მაშინ ნუ გეშინია რომ აქედან გაგაგდებენ. პარი ადგილი გაქვს. შენი დაძმებისთვის რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებ. არა, მადლობა. თუ ჩემი წასვლის პრობლემა არ იქნება, მაშინ მეტი არაფერია საჭირო. მადლობა თქვენ. თქვენი დაძმები როგორ არიან? ბუდიდან გაფრინდნენ, ყველა სხვადასხვა მემართულებით. უცხოთ ნუ ჯამთვლე. არის ის, ვისაც შენი ესმის. Burada seni anlayan biri var artık. მადლობა. და როგორც გესმის, მამას ვალი უნდა დავფარო. სამსახური უნდა ვიპოვო. გავიგე, ერთი ფირმა წამალს ქმნის. დონორის ორგანოს გადატანის დასაჩქარებელს. ამ საქმეში ასისტენტი სჭირდებათ. რა სიტყვი? ვიტყვი რომ ძალიან მაგარია, მაგრამ არ ვიცი, მიმიღებენ თუ არა. ჯერ ხომ სტუდენტი ვარ. მე თუ მოვინდომებ, მათ რატომ არ უნდა უნდოდეთ? ეს როგორ? პროცესს მე ხელმძღვანელობ. შენ კი ჩემი ასისტენტი იქნები. სერიოზულად? ედა, პრობლემა გადავწყვიტე. ერთად ვიმუშავებთ. კარგი ხელფასი გექნება. მუშაობას და სწავლას შეძლებ. კარგ ფულს იშოვე. ულია, დიდი მადლობა. მართლა მადლობა. მაშინ დღეს საღამოს ჩემთან მოდი. დეტალები გავიაროთ, მუშაობა დავიწყოთ. კარგი. ვახშამსაც მოვამზადებ. წავიმუშაოთ. კარგი საღამო გავატაროთ. ო, მაგარი იქნებოდა. მამა ჩემა ფიქრიელი ბოლმა, დედა შენს ხელის თხოვა? სასაცილო რა არის, რახმეთ? რა სასაცილო რა არის, როგორ დაქორწინდებიან? არ შეუძლიათ. ჩვენ რა, ზრდასრული ხალხია.
შენ რა დამცინი? არანორმალური ხარ? დაცმა გავხდებით. ასე იქნება რა? მეძდი, ყურადღებას რომ მომაქცევ, სანამ ჩვენი დრო მოვა, ერთმანეთისთვის სასარგებლოები იქნებიან. დრო მოვა? მეძდი, ჩვენ ხომ ლიცეუმში ვსწავლობთ. მე რა რომ ლიცეუმში ვართ, რა დავშორდებით? ეს საიდან მოიტანე? ვერ ხვდები ეს აქ რა შუაშია? იმ შუაშია რახმეთ. მოდიახლავე დავშორდეთ. დროს ნუ დავკარგავთ. დავშორდით. მეძდი, რას აკეთებ? რა შეესაქმე? იჩხუბეთ? არა, რაღაც ისულელებს აკეთებს. კარგი, მე წავედი. ხომერთო, თითქოს ჩემი ბრალი იყოს. Bile bile daladık ateşe Kimse tutmadı elimizden Her bela geldi peş peşe Nerede bizdeki eski neşe Bile bile daladık ateşe Nasıl gidiyor lan? აბა საქმეები როგორ არის? İyi gidiyor. კარგად ძმაო. მუშაობ და ისრაზე არ ფიქრობ. Sırayda düşün. არც იფიქრობ. Düşünme oğlum artık zaten. Hamile işte. ამასთან ფეხმძე მეტალის. ამ ამბავს შეეშვი. Abi ძმაო, acısı მაგრამ ტკივილი რომ არ გადის. გაივლის ძმაო, ეგეც გაივლის. Telefonla ნომერი შეიცვალა. ვერ ვუკავშირდები. konuşamam zaten. Sen bir daha ანუ დაურეკე არა? Tufan დაფიქრდი. იქნებ ვუთხრათ რომ შუქრანი მოკვდა. შენ მოწმე იქნები. Öldü desek seni de şahit diye yazdırsak. აი ასეთი სახით მოვიცილებთ. Ben o zaman Şükran'a. ძმაო, რომ ეკითხონ ცხედარი სად არისო, მე რა ვუთხრა. ასეთ რაღაცებს ნუ მოიგონებ ხოლმე. Ha bak. ნახე, რაღაც მოვიფიქრე. İhbar et. მოდი მასზე განვაცხადოთ. თქვათ რომ ჩემი მანქანა გაიტაცა. ამასთან პოლიციაც დაიჯერს. ო, მაგრამ მანქანა რომ არ ყავს, სწორია მანქანა არ არის. მანქანა შენ ყავს. ვიტყვი რომ შენი მანქანა გაიტაცა. ძმაო, ამაზე ფიქრის მაგივრად რაც იმ კაცმა გითხრა ჯობია ის გააკეთო. ბავშვების ჩვენებები ჩაიწერე. თქვან რომ სახლში არ მოდის. ამასთან ეს ხომ სიმართლეა? აი მაშინ კი გақარიან. Ha. Doğru. ზუსტად, ზუსტად. Doğru söylüyor. მართალს ლაპარაკობს. გეიგე? Sen söyleyince ეს ლოგიკურად მომეჩვენა, მაგრამ როცა ის ლაპარაკობდა ლოგიკური არ იყო. doğru o zaman ne yapacağız? აბა რა უნდა გავაკეთო? Biraz çocuklarla. ბავშვები უნდა გამოგითხვა რა? კარგი. რა შეესაქმე? ჭირდება. რისთვის ეს ხომ შაქარია? ღმერთო ჩემო, გულწრფელად ვიტყვი, მისგან მხოლოდ ზარალია. ესე იგი შენც თანახმა ხარ. თუ სასამართლოზე იტყვი რომ დედა სახლში არ მოდის, ეს საკმარისი იქნება. Tekrar et. ახლა კი გაიმეორე. დედა სახლში არ მოდის. შაქარი. შაქარი. კარგი, მაგრამ ცოტა შეჯამე. Tamam. კარგი. ესე იგი შენთან ყველაფერი რიგზეა. მოდი უფროსებზე გადავიდეთ. Fiko, neredesin სად ხართ? oğlum? Gelin, აქ მოდით მინდა და გელაპარაკოთ. Gel gel. მოდით, მოდით. Böyle otur, ჩემს წინ დაჯექით. ნახეთ, მამამ რა მოგიტანა? Bakın. აბა, size ne შეხედეთ. getirdi babanız. რა ფინირებული შაქარი. რა იყო რა არ მოგწონთ? უმადურება. მიდი ჯამეთ. დედა თქვენისგან სარგებელი მაინც არ არის. სასარგებლო მე ვარ. Babanız da var. ახლა სახლშიც კი აღარ დაბრუნდება. Dönmez. ხოდა ნურც მოვა. ისი ნახვა არ მინდა. Bak kız ნახე ეს ბიჭი რას ამბობს? ne diyor? ჩემი ძმაა, მამა. Neyse. ძმა? Çocuklar მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვებო ვიფიქრე და გადავწყვიტე. გავაყრები და მოვიშორებ. ასე არ ჯობია? Şu kadından ya. მამა, მისი მოშორება არ მინდა. საიდან დაიცოდა, იქნებ ბრუნდება. არ გაეყარო. მოიცადე რა, ჯერ ხომ არ დამემთავრებია. Kız. გოგონას რა ერქვა? რა ქვია მას? Ya bu kısmet. ქესმეთ. ერას ექვია. ერას. Ben niye შესაფერისი სახელი რატომ არ დაარქვეს?
აბა მე რა ვიცი მამა. შაქარი ცოტა ჭამა. ასეთი ამიტომაც არის. გერას შვილო, მოდი ეგჯერ არ დამიმთავრებია. გაეყარე მამა, მე თანახმა ვარ. მართლა? ოჩახ. ჩემი ყველაზე საყვარელი ვაჟიშვილი ხარ. მოდი შაქარი კიდევ აიღე. იცი რა გააკეთე? მიდი ახლა ოთახში შედი. ქაღალდზე დაწერე. დედა მიგოტოვა სხვა კაცთან წავიდა. სახლში არ მოდის და ქვემოთ ხელი მოაწერე. მიდი შვილო, მიდი. მიდი ჩემო მოკრივა. თუ რა ხარ არ ვიცი. მიდი, მიდი. აბა, მიხდება? თუ მოვიმატე. არა, კარგად მოგერგოთ. კარგად დაგიუთოვებია, მადლობა. არაფერს. ყვავილები შევუკვეთე, ხომ არ მოუტანიათ? არა, აი მოიტანეს. როგორ ხარ, ხუსეინ? კარგად დაუმუშაობ. გამომართვი ძმაო, უკვე გადაიხადე. არა, აიღე. მადლობა. კარგი საღამო. ჩემი და ყვავილებს აღმართებს. მოეწონება? მოეწონება, ლამაზია და კარგი სუნი აქვთ. კარგია, ესე იგი მოეწონება. ამბობდით, რომ ბუდიდან გაფრინდნენ. გათხოვდნენ? მხოლოდ ნერვინი გათხოვდა, უმცროსი. ორნი უნივერსიტეტში არიან. ერთი ქალაქ გარეთ არის, მეორე საზღვარგარეთ. მათ სტიპენდია აქვთ. სკანია კლუბში ჩავრიცხე. რა კარგია. ალბათ მათ გარეშე სახლში სიჩუმეა. არ თქვა. ძალიან ცუდად ვიყავი. როგორღაც შევეჩვევი, რას ვიზამ. ყველაფერი რაც მქონდა, ამაში ჩავდე. ეს მაღაზია ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისია. წარმატებას გისურვებთ. თითქოს ჯერ წარმატებულია. პირველივე დღიდან ახლობელი სული ვიპოვე. კარგი, მაშინ დავიკეტოთ, თუ ყველაფერი გააკეთე. ო, ყველაფერი მზად არის. მოდი წავიდეთ. ყვავილები. ყვავილები დაგჭათ. რადგან მოგეწონა მაშინ? შენთვის დაიტოვე. ძალიან გთხოვ. აიღე. კარგი, მადლობა. დავკეტავ. კარგი საღამო. შენც ასევე. რა ხდება? ღმერთო, მამას ისმეთი რეში დაჭირდა. ვერ გავიგე ადგა და წაიყვანა. ზეინეფი რატომ დატოვა? რას ატრიალებს?
ბავშვდილიდან არაფერი უჭამია. დედას კითხულობდა. რა გავაკეთოთ? ჩემო საყვარელო. რაც არ უნდა ვთქვა, ვერაფერი მოვაწონე. იქნებ მოუყვეთ. როგორ უთხრათ თულა, ის ხომ პატარაა, ცუდად იქნება. ძვირფასო იძულებულები ვართ. მეც აკვარ, მოდი მოუყვეთ. ზეინებ, უნდა დაგელაპარაკოთ. დედა როდის მოვა? დედა შენი? დედა შენი 64-ში წავიდა საყვარელო. ანუ ჩვენთან ვეღარ მოვა. მაგრამ სულ შენს გვერდით იქნება და გაკვირდება. აქ როდის მოვა? ზეინებ, დედა შენი სამუდამოდ 64-ში დარჩება. სულ ანგელოზი იქნება. მოსვლას ვერ შეძლებს. ზეინებ, ძვირფასო, სულ შენს გვერდით ვიქნებით. ყოველთვის, კარგი? შენი ბიძიები, ისმო, კერასი, ჩვენთან იცხოვრებ, მარტო არ დარჩები. ჩემო პატარა. ზეინებ, სახლში წავიდეთ. დეიდა, შეიძლება ზეინები ჩვენთან დარჩეს. ო, რა თქმა უნდა. ზეინებ, აქ დარჩენა გინდა? შევხვდებით. ბებერო ჭოტო. რა, ტყუილად მოვამზადე? უნდა დაამთავრო. გემრიელია. მართლა, ძალიან გემრიელია. ბოლო დროს ხასიათზე არ ხარ. ანუ, ასე მამას გამოხარ? არა, ძვირფასო. უკვე დიდ რო გავიდა, აღარ ვიძაბები. ხასიათზე არ ხარ. მიდი მოყევი. შეიძლება ერთად გადავწყვიტოთ. 2 წუთით გნახე და ყველაფერს მივხვდი. ასეა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. სადაც გადაწყვეტის პოვნაა შესაძლებელი. დამაინტრიგე, მოყევი. კარგი, მოგიყვები. მოკლედ ასეთი საქმეა. ფიქრობ, რომ სწორი ადამიანი იპოვე. მაგრამ ამ ადამიანს სწორად არ მიაჩნე ხარ. ამას გადაწყვეტა მოეძებნება? ესე იგი, ეს ადამიანი შენთვის არასწორი ვარიანტია. სწორ ადგილას უნდა ეძება. ესეც გადაწყვეტა. შესანიშნავია, არა? ო, კარგია. კარგი, მაშინ თკბილეულზე გადავიდეთ. ისედაც არაფერი გიჭამია. ო, თკბილეული მეყვარს. კარგი, დამეხმარე და თან ვილაპარაკოთ. კარგი, მაშინ ამას ამოვიღებ. ძმა, მორჩა, უკვე ვკვდები. მოდი სახლში წავიდეთ. მოიცადე, ძმა, მოიცადე. სალაროდავი ანგარიშო და წავიდეთ.
ასე დავიღალეთ. მთელი დღე როგორ ვიმუშავებთ. მოდი სალაროზე შენმე კი ოფიციანტად ვიმუშავებ. კარგი, შეიძლება. უფროსო, სალარო დავიანგარიშე, ცოტა აკლია. იმედი მაქვს ახალ თანამშრომლებთან პრობლემა არ არის. ჰიკმეთ, შიგნით შევიდეთ. რაჰმეთ, შენს. ჰიკმეთ, სალაროში დანაკლისია. რა უნდა გავაკეთოთ? რა დანაკლისი? უფროსო, გავაკეთე როგორც მითხარით, ანუ ეს შეუძლებელია. არ დაუჯეროთ, მატყუარები არიან. გასაქურდად მოვიდნენ. გამოთქმები შეერჩიე. ჩემი ძმა ასეთ რამეს არ გააკეთებს. ჰიკმეთ, ძმაო, არაფერი გამიკეთებია, იტყუება. ჰიკმეთ, სალაროზე მთელი დღე შენიყავი. ნუ წელავ. მიდი ფული ამოიღე. ძმაო, კამერები არ არის? მოდი ვნახოთ, მე რატომ აბრალებთ? როგორი თავდაჯერებულები არიან? იცი რომ კამერები ნამდვილი არ არის, არა? საიდან უნდა მცოდნოდა, იდიოტო? ქურდობა შენი საქმეა. გაიგე და მოიპარე. უფროსო, გაჩხრიკეთ, ქურდები არიან. ნორმალურად ილაპარაკე. შვიდად არეულობას ნომოვაწყობთ. ახლავე გავიგებთ. აბა ერთი ჯიბეები გაათავისუფლეთ. არ გავაკეთებ. კიდევ რა გავაკეთო? სალაროზე ისიც იყო, იქნება ამან მოიპარა. მე რატომ აბრალეთ? დიდი ხანია რაც აქ მუშაობ, მე დამეჯერებენ თუ თქვენ? შენ მოიპარე და ქურდიც შენ ხარ. ამასთან უპატრონო. უპატრონო ვინ არის? აბა მიდი ამოიღე, ჩქარა. სიტყვები უკან წაიღე. ამბობს რომ ქურდია. შვიდად შვილო, შვიდად დაწყნარდი. სიტყვები უკან წაიღე. გამიშვი ხელი. ხელი გამიშვი. ძმაო, კარგად ხარ? კარგად ვარ, წყნარად. თუ ხარჯებს არ დაფაროთ, პოლიციაში დავრეკავ. მთელი დარბაზი გადაატრიალეთ, ყველაფერს გადაიხდით. რას ლაპარაკობ? კარგი, ნუ ვარ წავა. შიგნით შედი. ბავშვებს ნუ გაუხურე. მიდი წადით. პოლიციას ნუ გადაეყრებით. მერე წყნარად ილაპარაკებთ. ვალების დასაფარად მოვეწყეთ და უფრო მეტი ავიკიდეთ. ძმაო, გიფიცები, მე მართლა არ გამიკეთებია. ვიცი ეს რა სალაპარაკოა. ფული იმ იდიოტმა მოიპარა. მისმინე, იცოდა რომ კამერები ყალბია, უნდა დაგვემტკიცებინა. პოლიცია რომ არ ახსენებინა, ისეთ რაღაცას გავაკეთებდი. ოღონდ დამარგა იგოს. ახლა რა უნდა ვქნათ? ვალე უნდა დავფაროთ. ნახავთ ძმაო. ერთი წამით შეიძლება? გისმენ ძმაო, მძიმე ხელი ქონია. გინდა ურთაბრძოლებზე დიდი ფული იშოვა. მე მინდა ძმაო, მოიცადე. არა ძმაო, მადლობა, ჩვენი საქმე არ არის. ძმაო, ვალებს დავფარავთ. მოიცადე, ვალები გაქვთ? თუ მოიფიქრებ, ისოდე ხვალ გელოდები. რაღაცას გითხავ ძმაო. დავუშვათ ამ საქმეზე წამოვედით, მაგრამ ვერ მოვიგეთ. მინგრეული სიფათებით დავრჩებით, ვინც ეჭხუბებს დამსახურებით მიიღებს. ამაზე არ იღელოთ. თუ მოიგებ, დილერებიდან მოგებას მიიღებ. პლუსებში აღმოჩნდები. მადლობა ძმაო, მადლობლები ვართ. მოიფიქრეთ და ზარს ველოდები. ერთი ამ საქმეს შეხედე. რა სიტყვი ძმაო? რა თქვა, სახიფათო საქმეა, ხომ არ გაგიჟდი? პირდაპირ ასეთი სახიფათოა, თითქოს ახლა ნორმალური სამუშაო იყო. სახიფათო, ანუ შევძრობით, ისედაც პრობლემები გვაქვს. და ასის მაინც არ უთხრა რომ გამოგიშვეს.
კარგი მამა, მაგრამ რა შეგჭირდება? რას ნიშნავს რა შემჭირდება? ცოლიანი ვარ. აჯობებს თანხმობა მითხრა. ანუ, არ თქვა და უასხამ დედა. დაიკო. რა შეასაქმე? დედას რა მეჭირს? ისევ გამოგოცხადა? თუ რა? არა, პერანგს რა მოუვიდა? გახეული რატომ არის? თაროს გამოვედე. შეფიც ხვერძენ მედგა. კუთხეში თაროა და პიცერიაში მუშაობა რა საჭიროა? სკოლაში ნორმალურად გიარათ. სკოლაზე უარი არ თქვათ. არა შეესაქმე ეს რა საჭირო იყო? თავებს შეხედეთ, ფერმკრთალები ხართ. დაიგო ასე არ შეიძლება. უფროს შევპირდით. პრობლემა იქნება. ზუსტად. დედასთან რა თემაა? რაზე ლაპარაკობდით? გაყრა უნდა, ამაზე ვლაპარაკობდით. ვითომ რატომ? Niye ya? Ne oldu şimdi durup dururken? Ben biliyorum. ვიცი რატომაც. Bilmez. გამეგვირდებოდა რა მარცოდნოდა. O gudu იმ საძაგელმა გოგომ გიამბო რა? ო, მიამბო. რა არის ძმაო? ელიბოლებო. მამა თქვენმა ფიქრი ელიბოლმა. ქალბატონ შეიმას. ხელის თხოვა. რა იყო, რატომ გაიკვირვეთ? მასე დავქორწინდები, კარგი ხალია. დედა თქვენივით უარგისი ნამდვილად არ არის. ესეც მართალია. ეს როგორ? შენ რა თანახმა ხარ? რა თქმა უნდა, მამა, უფროსი კაცი ხარ. შენი გადასაწყვეტია. ანუ შეიძლება. Olmaz da değil tabii şimdi. Yani ო, Şeyma კარგი ხალია, მიყვარს კიდეც. teyze. მეც. კარგი, დედაზე უარს ამბობთ? დაიკო, რატომ? ბოლოს და ბოლოს დედა ჩვენია. ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება. დედა რომელიც გაქრა, ომასეა. კარგი, თუ გაიყრებიან, აქ აღარ მოვა. როცა გათხოვილი იყო, ხომ თავს იკლავდა. მეჟდი შვილო, ასე რატომ აკეთებ ძვირფასო? რატომ? მისგან რა ზიანი დაინახე? მის გამო რა ხმას დავშორდი დედა? რატომ? მეკითხები კიდეც? ის ზღა გვაყდა. რა არ გივლი? სახლში სხვა არავინ მინდა. რატომ არ გესმის? შვილო, საიდან მოიტანე? მეჟდი ძალიან გთხოვ, რა ზიანი მოგიტანა? ასეთი ცუდი ხომ არ არის? არ მინდა, არ მინდა. არ მინდა, მორჩა. სახლში მისი დანახვა არ მინდა. თუ მას მithხოვდები, მაშინ სახლიდან წავალ. ანი, სან შენი ქალიშვილი, ახლა გადაწყვიტე. ჩემი ბედნიერება რატომ არ გინდა? Ondan მეჟდი ამიტომაც გაბრაზდა. haklı. მაგრამ გოგო მართალია ძმაო. Şeyma teyze babam. დედა შემა კარგი ხალია. Babam Şeyma. აი, მამამისთვის კი ეს საკამათოა. და ჩვენ რას ვიზამთ? შეხვდნენ და ერთმანეთი შეუყვარდათ. რას ვიზამთ? ო, სწორია. Peki. კარგი, Şey რაღაცას ვიკითხავ. dövüş. სამუშაოს რა უნდა ვუყოთ? Bir soralım. Oğlum biz მოდი ხოლ წავიდეთ. ორ თაბრძოლებზე რა ვიცით, გიჟი ხარ? Abi sen რომ არ შეგვეძლოს არ დაგვიძახებდნენ. ვერ ხვდები ამას? gideriz. წავიდეთ. წასვლამდე თითო როლა მოძრაობა გავაკეთოთ. გავერკვევი და გავუმკლავდები. 1-2 მოძრაობა. ყველაფრის მცოდნე ხარ? ძმაო, საფათო საქმეა. ანუ ცუდი საქმეები. კარგი ძმაო. აბა მითხარი მაშინ ვალი როგორ უნდა დავფაროთ? არ ვიცი, ჰიკმეთ როგორღაც დავფაროთ, ვნახავთ. ბრძოლებით ვერ გადავიხდით. ახლა წადი, დაიძინე. დავიღალე ძალიან რეებზე მელაპარაკები. ვნახავთ, ვნახავთ. თულაი ძალიან რა მოხდა? ვუთხარით ტუფან. ბავშვი დანაღვლიანდა. იტირა და დაეძინა. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ვუთხარი რომ ამ ღამით ჩვენთან დარჩენილიყო. კარგი, სწორია. შიგნით შედით, მე არ დავიძინებ.
კარგი. მოიცადე. მოდი. აი ასე ნელა. ამ ბავშვს სიყვარული აკლია. ნუ იტყვი. მიდი დააწვინე. ფელის, ძვირფასო, დაიძინა. კარგი ძვირფასო, მოვალ და წამოვიყვან. არა. ამ ღამით ჩვენთან დარჩეს. ერთმანეთს ჩავახუტებით და ისე დავიძინებთ. კარგი? ალ მოვალ და წამოვიყვან. არიღალო, ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის ძვირფასო. ფილისი იყვარა? ხო, უთხარი რომ ჩვენთან დარჩებოდა და საძინებლად დაწექი. ბევრი იტირა? არც ისე. ფილის. საქმეები როგორ არის? შენ რა აქ მუშაობ? შენი რა საქმეა? გუშინ ერთმა კაცმა ყვავილები მოხსა. შენი უფროსია? შენ არ გეხება. შეიარაღებულ კაცთან ერთად ნახე. გაიგე ჩემი, ამიტომ გეუბნები. იარაღი? ო, იარაღი. ალბათ მისი მძღოლი იყო. მანქანაში ერთად ჩაჯდნენ და წავიდნენ. ამიტომ გეუბნები რომ ფრთხილად იყო, სახიფათო ხალხია. შენ რა მითვალთვალებ? ყვავილების შესახებ საიდან იცი? გაიგე მხედველობაში რა მქონდა? გავიგე. პოულობ იმას, რაც მაღიზიანებს და მერე ჩნდები. რატომ უნდა გაგაღიზიანო? შენთვის ვამბობ. ეჭვიანებ? არასწავლოდებოდი. სახლში ვიჯდებოდი, შენ კი ქალებში გაერთობოდი? მე კი შენთვის უნდა მეცადა? რა ლოდინი? წახვედი და ჯემელს მithხოვდი. არაფერს არ ელოდი. ამას შენთვის ვამბობ, ფრთხილად რომ იყო. შენი დაცვა არ მჭირდება. შენი დოქტორი დაიცავი. მიდი გაიარე. იდიოტი. გისმენ ჯემილ. ფილის სათხარ. შენთან მოსვლა მინდოდა, უნდა ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? გახსოვს შენ სახლში რომ დავიჭირეთ. ეს თემა გაფარდოვდა. უნდა ვილაპარაკოთ. სამსახურში ვარ. მერე დავილაპარაკოთ. თიშა. მოიცადე, შეიძლება შენთან ეს მოვიდე. სასწრაფოა. ალო? უფროსო, თუ გახსოვთ, ჩემს გადაყვანაზე უნდა დალაპარაკებოდით. მოიცადე ძვირფასო, ალმასების საქმე დაიხურება და დავილაპარაკები. შენს გვერდით მოკვდა და კონტრაბანდასთან მებრძოლი განყოფილება სულ კითხულობს. ეს ვიცი. აქ რემონტი არასდროს გაუკეთებიათ. საჭიროა ყველაფერს გადაეხედოს. მოდი ასე გავაკეთოთ. ეს სამუშაო შევასრულოთ და მეტი შეკვეთა არ მივიღოთ. განცხადება ჩამოვკიდოთ, რომ რემონტზე ვართ, კარგი? დიახ. ყველაფერი მტვარში იქნება, ასეა? ასეთ საქმეს თუ აკეთებთ, ხელებსაც დაისვრი. ჭუჭყიან ხელებზე ამბობთ? მინდოდა რაღაც მეკითხა. გითხრე. გუშინ შეიარაღებულ ადამიანთან ერთად დაგინახეს. შენი მძღოლია? შეიარაღებული მძღოლი მყოლია? თუ ასე მაშინ ფელის ქიმწმენდაში რას ვაკეთებ? და შენც დაიჯერე? რაიონში ჯერ არ გიცნობენ. თქვენმა დანახვამ შეაშფოთათ. რადგან მაიზოლოთ, მაშინ ვიტყვი. ჩემი მძღოლი არ არის. მე ვახშე იყო. მე ვახშე? ო, ჩვენი ოსგორისი ბენზორაში გაეხვა. მე კი ვცდილობ გავსუფთავდე.
ოზგური, თქვენი და? ხო, რომელიც უნივერსიტეტშია. მოტოციკლეტებზე ჩაციკლული. მე მოდარებოდა მეყიდა. არ დავთანხმდი, სულ ელმა კი გამოსავალი ბავა. ღმერთო ჩემო. ასეა. Günahımı aldın şimdi. ცოდვა ამგიდა. უკაცრავად, ჩვენც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. შეიარაღებული ხალხი თავს დაგვესხა და ამიტომ. თავს დაგესხა? ეს როგორ? ასეთი სისულელია, თვითონაც ვერ ხვდებით. ამიტომაც შემეშინდა ბოდიშს გიხდით. Seni bir şey ბოდის მხოლოდ ერთი პირობით მივიღებ. bana bir daha. თქვენობით აღარ მომართო. Sen diyeceksin. შენობით. Siz deyince თავს ბებერ მე პატრონით ვღრძნობ. gibi hissediyorum kendimi. კარგი, ასე გავაკეთოთ. Çözdükten შევთანხმდით? კარგი, უკაცრავად. მუშაობა გავაგრძელოთ. კარგი. რას ვაკეთებთ? პირველ რიგში ტანსაცმელს გადავაფაროთ. ben de gideyim. მერე კი ინსტრუმენტებს მოვიდან. რას აკეთებს? მინიელი ბოლები გაკვეთილებზე. Yürü oğlum kan sıçramasın yürü. ძმა უხდის გულისათვის. სკოლაში ვართ. Kim lan bu? მეჯდი ეს ვინ არის? არა შენი საქმეა. ხელები გაწია. გაიცანი ჩემი ყოფილი რახმეტი. რახმეტი ჩემი ახალი მეგობარი ბაში ბელეტი. რას ლაპარაკობ მეჯდი? ცდილობ გამაცოფო? რას უყვირე ხარ? Senin manitan შენი გუგუ არა? შენია ხო? რაჰმეთ სკოლაში ვართ, რაჰმეთ. მასწავლებელი გვიყურებს, დაწყნარდი. Tamam. კარგი. დაწყნარდი, წამოდი. Abi tamam. ძმაო ის მის გამო ნერვიულობ? Sıfatına bak. ერთი შეხედე რა. ერთი მაგის. Ya şu თქვენ სახლზე bu silah თავდასხმის შესახებ იქნებ რამე მიამბო. anlatsana. ჩვენც ვერაფერს მევხვდით. სახლში შემოიჭრნენ. აღმოჩნდა რომ ალმასებს ეძებენ. ალმასები საიდან დოქონოდა? ეტყობა შეეშალათ. შეგვეშინდა. Peki შემთხვევით შენს დაძმებს რამე შეცდომა ხომ არ დაუშვიათ? არა, ძვირფასო რა უნდა გაეკეთებინათ? ალმასები მოეპარათ? hayır yanlış. არასწორად არ გამიგო. Mesela აი მაგალითად ჩვენი ოზგური. ამბობდა მოტოციკლეთს იყიდი და კურიერად იმუშავებდა ვალებს გადაიხდიდა. borcunu ödeyecek. ხანდახან ბავშვების შეცდომებს უშვებენ და ყოველგვარი უკანააზრების გარეშე. არა, ჩემები ასეც არ გააკეთებენ. ასე არ აღმიზრდია. ჯერა რომ ასე არ აღზრდიდი, მაგრამ გაზრდასთან ერთად მათი პრობლემებიც იზრდება. ნუ იტყვი, ისედაც ბევრია. მაგალითად, ჩემი ჰიკმეტი, უფროსი ქალი შეუყვარდა. კინაღამ თავი მოიკლა. სასიყვარულო საქმეები? არ მკითხო. არის რაჰმეტი, ჩემზე უმცროსია. ყოველთვის მხარში მიდგას. ძალიან კარგი ბიჭია. და ამასთან ძალიან ჭკვიანიც. პედაგოგმა ასე თქვა. ძალიან კარგია. უნივერსიტეტში ჩააბარებს თავს ირჩენს. კი, რაჰმეტი სიმაღლეებს მიაღწევს, ეს ნამდვილად ვიცი. Onu ben hallederim. მოდი ამას მე გავაკეთებ. სულელია, შტერია და მეტი არაფერი. გეყოფა რა? გეყოფა უბრალოდ გაბრაზებულია და ეს ამიტომ გააკეთა. რაზე ბრაზდება? ბიჭთან ერთად მკლავ გაყრელი მოვიდა, ამას გაბრაზება ქვია? სავიზიტო ბარათი მომეცი. რომელი? იმისი, ვინც ორთა ბრძოლებს აწყობს, მომეცი. ვიჩხუბებ, რაც იქნება იქნება. ნორმალური ვიყავი და რა ორდენი მომცეს? რაჰმეთ. მოიცადე. სად მიდიხარ? ქალბატონო შეიმას სასამართლოში მივდივარ. განცხადება შევიტანე და რამდენიმე დღეში გავეყრები. ბავშვებს დავითანხმე. ოფიციალურ დოკუმენტზე ხელს მოაწერენ. Kağıt aldım ya. ასე სწრაფად? ო, რატომ გიკვირთ? ასეთია ფიქრიელი ბოლი. ყველანი დაითანხმეთ? ყველანი? ფელისი, რაჰმეტი და ყველა? კი, ყველა. პრობლემა არ არის. აი, მე კი პრობლემა მაქვს. Nasıl yani? როგორი? Vaz mı geçtin? გადაიფიქრეთ? არა, როგორ გადავიფიქრებდი? რას ამბობთ? ეს ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ახლავე გამოვიქცეოდი. Gidip evlenirim. Evlenirim de. Benim kız. მაგრამ ჩემი ქალიშვილი წინააღმდეგია. მეჯდი ამბობს, რომ შეუძლებელია. ანის ან მეო. diyor. Ha öyle. ასე ამბობს? O zaman sıkıntı მაშინ პრობლემა არ არის, შორს გავუშვით. სად? Yani ჩვენ სახლში გადავიდეთ. bizim çocuk ჩემს შვილებთან ერთად დასავით გაიზრდება. ona da bakar. ჩემი უფროსი მიხედავს.
ასე როგორ შეიძლება? ჩემ შულს არსად არ გაუშვებ. Göndermem bir yere. კარგი რა ქალბატონო შეიმა, სადარდებელი გიპოვიათ, ეს ხომ ზრველმანია. Boy boy var. Beğendim. მთელი გროვა არის. Alırız getiririz. ერთ-ერთ აიღებს და აღზრდის. Yok. არა, არა. მინდა ქალიშვილი გვერდით მყავდეს. Da isterim. არა. აბა რა უნდა გავაკეთოთ? Ben müjde მეжდის თანხმობის გარეშე evlenemem. ცოლად ვერ გამოყვებით. Ama şey var. ქალბატონო შეიმა, თქვენ ამაზე არ იდარდოთ, გამოსავალს ვიპოვი. Ben o kadar. ჩემები ხო დავითანხმე? თქვენსაც ვერ დავითანხმებ? ბატონო, დაკეტილები ვართ. Ben Filiz'in მე ფილისის მეუღლე ვარ, Asla ჯემი ლენგინი. Siz თქვენ? Ömer. ამირი. memnun oldum. გაცნობის მოხარული ვარ. ჯემილ, Filiz ya. ფილის უნდა ველაპარაკოთ. Konuşmamız gerekiyor. ჰიკმაც ეხება. 2 dakikan var mı? შეგიძლია 2 წუთი. მოახლავე. უკაცრავად. რა თქმა უნდა. მოხარული ვარ, რომ გაგიცანი ბატონო ამირ. რა მოხდა? Ya ახლა უკვე გასაგები გახდა, რომ სახლს ცეცხლი ასიმმა გაუჩინა. ასიმა ხომ? ნათელი იყო და სად არის? დაიჭირეს? ya arıyoruz. ვეძებთ. Herif de salak. სულელი არ არის, დაიმალა. Nerede saklanıyorsa çok iyi saklanıyor maalesef. მანიაკია, მანიაკი. უცბად ჰიკმეთს რომ გამოეცხადოს? Çıkabilir ნუ mi? რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ამაზე არ იდარდო. ვერაფერს გააკეთებს. უფროსობას უკვე ველაპარაკე. გადაყვანის საქმე მოაგვარა, არსად გადავალ. არ მიგატოვებთ. ჩემს წინ ნუდგა ხარ, წადი და მოძებნე. Bu adam burayı satın შენობა ამან იყიდა? დეი და ჰიდიჯანის სახლი იყიდა? მერე რა, ჯემილ? გარშემო ბევრი რამ ხდება. მის დოსიეს ჩავხედავ. Yaptıracağım sonra seceresini. კარგი სამუშაო მელოდება, შევხვდებით. შევხვდებით. უკაცრავად. Yok önemli. არა უშავს. მაგრამ გაკვირვებული ვარ. Söylememiştim. ფილის არ გითხოვს, რომ გათხოვილი ხარ. გათხოვილი არ ვარ. ჯემილზე ამბობთ? ეს ფორმალური ქორწინებაა. ბავშვები რომ არ წაიყვანან. უკაცრავად. ძალიან ნათლად გამოვხატე. ჩაის დავასხამ, გაცივდა. ახალს დავასხამ. ზეინებ, მოდი დამეხმარე, ერთად მოამზადოთ. მოდი გასწავლე. არ გინდა? საქმეს მორჩები და გეთამაშები. რა სიტყვი? გოგონა, ეს შენი ცხოვრებაა. ჩემი გაიგე, ეს ყველაფერი შენია, ჩვენია. ერთი წამითაც არ დატოვა. ტუალეტშიც როცა წახვალ იქაც წაიღე. თუ დაკარგავ, დედა შენი აღარ ვიქნები. გაიგე? ო, ძალიან შორს წავალთ. კარგი ცხოვრება გვექნება. რა მოხდა? მეგონა წაიქეცი. მინოში დაიცა? დაიჭირე. მასთან თამაში არ გინდა? კარგი, აქ დავდებ. როცა მოგინდება, აიღებ, კარგი? თუ გინდა ის მას სათამაშოებს მოგიტან. არ გინდა?
ძვირფასო დღეს ადრე მოხვედი. ზეინებისთვის რაღაც ვიყიდე. აბა რა ვიყიდე ზეინებისთვის? აბა, ნახოთ. Neymiş? მან შასე. ნახე აქ რა არის? İşte burada. აი ისიც. Hoppa. აბა, İşte bu. აი, საყვარელო მაგარი ხარ. ზეინები და თუნიათი აღარ თამაშობს. ისმეთის სათამაშოების მოტანას ვაპირებდი. მართლა? Beğendin mi? მოგეწონა? მოგეწონა საყვარელო. ჩალკმარი ხართ? ალაპარაკდა. Herhalde რა თქმა უნდა ილაპარაკებს. დიდი გოგოა. გუშინდელიდან არ უჭამია, არ ულაპარაკია. ნახე, გვეკითხება. უძვირფასო ცოლ-ქმარი ვართ. მაგრამ კიდევ ფერდაც ყავს. ჩვენი მთავარი პრობლემა. მაგრამ ახლა დიდება უფალს აქ არ არის. თულე როგორ არცხვენია? რა ტყუილია? ოფიციალურად მასთან? Ya yalan. მართალია რატომ წელავ? სასამართლოში შევიდანეთ ყველაფერი გადაწყდება. საჭმელი. წვნიანი გადმოვიდა. Öyle gül gibi. თუ მავნებლობას გააგრძელებ, წვნიანის გადმოგივა და სახლის დაიწვება. რა წვნიანია? ტუფან, ნუ მე არ შეყები. Amirim, კომისარო, ne oldu? რა ხდება? პრობლემაა? Bakın bakalım. გაჩხერგეთ. როგორც გვიბრძანებთ? Neye bakıyorsun? რა სიზებენ? Amirim, კომისარო, amirim. ატილა, Ya Atilla ne რა სიძებთ? ვიპოვეთ კომისარო. Bu ne Cemil? რა შეასაქმე ჯემილ? საიდან უნდა ვიცოდე, ვიღაცამ ჩამიგდო. Gel benimle. გამომყევი. Ya amirim. კომისარო, Hakkında şikayet შენს დასარჩივარი შემოვიდა ჯემილ. როგორ ვისგან? Şu evin იმისგან, ვინც ალმასებს ეძებდა, რომელსაც ესროლეს. და მერე? işte onu senin ამბობენ, რომ შენ ესროლე. arabanda თუ აღმოჩნდება, რომ ამ პისტოლეტიდან ესროლეს, mაშინ პრობლემა იქნება. başın büyük belada olur. Ya amirim ya. კომისარო, ეს რა ხუმრობაა? ჩამიგდეს ეს ხომ ნათელია? კარგად მიცნობთ. ამის გამკეთებელი არ ვარ. Benim tanımam. ეს არაფერს ცვლის. İçişleri სამხილების შესაბამისად გამოძიება იქნება. ეს როგორ? Ya amirim. ნუ თუ ასეთ რამეს ვიზამდი. Ailene ulaşan. ეთყობა ჯემილ თავად დასაჯე ის, ვინც შენს ოჯახს თავს დაესხა. კომისარო, არ გინდა ასე ნუ მელაპარაკები. Siz beni კარგად მიცნობ. Ya biz ne ვერც კი გავიგეთ რა მოხდა. Bakın biz შევიფყარით. მარჯვენა ხელზე მე, იმრეთი მარცხენაზე ვიღაცა მისროლა. ვერაფერს მივხვდით. მაშინვე დავწექით. ადგილზე მე მოკვდა. იმრეთს დაელაპარაკეთ, ყველაფერს გეტყვით. ვიცი, იმრეთი გვერდით იყო. მტკიცებულება რომ არ გიფარავს. olduğu için seni korumadı. Anlattığın თუ gibi ყველაფერი sana ასეა გაგამართლებენ. Sen şimdi ახლა daha წადი yerine და gidip დაკითხვას sesini დაელოდე. duyursun, გასაგებია? boşanmasını bekliyorsun. დანარჩენი ჩვენი საქმეა. Hepsi bizim işimiz. მაგრამ კომისარო, ჯემილ, მაგრამ არ არის. შენს გამო ვეღარავის ვეღარ ხვდები. სამსახურ შეუდექი. როცა პრობლემა მოგვარდება, დავილაპარაკებთ, კარგი? პისტოლეტი ჩაუდეთ, აკიბ-მაკი მასე განაცხადა. არა ძმაო, არავის დაუნახევართ. არ იღელვა. როგორც გვიბრძანებ ძმაო. ძმა გვეუბნება, რომ ჯერ აქედან არ გავიდეთ. გვეტყვის როდის ავთ. გოგოს ქმარი პოლიციელია. ჩვენი ამიტომაც ჩავარდა. კინაღავ ჩვენს ჩავარდით. სასწაულად გადარჩით. კარგი. როგორც ჩანს თავიდან მოვიშორეთ. შეგვიძლია ალმასები წყნარად ვეძებოთ. მიდით რა უკვე 90 წუთი გავიდა. ტუფან, მოდი, სუფრა გაშლილია. კარგი, მოდივარ. Bas içeri. მიდი ჩააწოდე. ზეინებ,
ეს სმიანი უფრო გემრიელი გახდა. დეიდა თულა ის ნოაწყენინებ, მოდი შეჭამე. არაფერი გიჭამია, მშიერი ხარ. მიდი. უფან რამე თქვი? გოლია. აი ისიც, გოლი. მიდი იყვირე. გო! ოჩახ, ჭკვიანი გოგო. აი ასე. 90 წუთი გავიდა. ერთი მაინც გაიტანე. Gel bakalım. აქ მოდი. ახლა ყველაფერს შეგიჭამ. Ama Tülay Hanım. ქალბატონო თულა ის სულ პატარა, იქნებ ბალიში მაინც დაუდო. Versek altına. ახლავე. Geliyor. მოიტანს. ქალბატონო ზეინებ აქწევთ. აი ასე. მიდი. აბა, Hadi bakalım. მიდი გოვზე აიღე. Hadi bakalım. მიდი, Al şimdi სვამთ. აი ასე. içiyoruz. İçiyoruz. აი ასე. მიდი ზეინებ, პირი გააღე. Aç ağzını. Ya sen bu სად მოამზადე თულაი? ისეთი ცხელია. sıcak. Bu ne kadar sıcak. ერთი კოზი თულაის ხათრით, მიდი. აბა კიდევ ერთი. ვნახოთ, აბა ძალიან ცხელია. ფრთხილად. Üfle. ღმერთო. İşte bu. აი ასე. აი ასე. კიდევ ერთი, მიდი. Bir tane daha. ეს რა ადგილია ძმაო? Oğlum Hikmet burası ya. საჩხობრად მოვედით, ჭრაკადლის კურსებზე კი არა. ჩემი აზრით ნორმალურია. თითქოს ბევრი რამე იცოდე. Şuna bakın. ერთი ამას შეხედე. რაჰმედ, წამოდი. Tamam. არიღელო, ყველაფერს მოაგვარებ. წადი შენი. Hasan. ასან, Sıra sizde. თქვენი ჯერია, მიდი რინგზე. Ahmet. რაჰმედ, Ringe. რინგზე. Yine sana. Gömleği de tut. პერანგს დაგიჯერ. დაჭერას მოგცემე შენ. Derin derin nefes. მიდი და ღრმად ისუნთქე. ასე უფრო იოლი იქნება. Rahmet. რაჰმედ, საუკეთესო ხარ. გაუმკლავდები, მიდი. მოკლედ წესები არ არის და ჩემს ნიშანზე იწყებთ და ჩემს ნიშანზევე ასრულებთ, გაიგეთ? Köşe. მიდი, კუთხეში. Hadi. რაჰმედ. რაჰმედ ადიქი, მიდი ღვთის გულისათვის. რაჰმედ. ბატონო ფიქრი, აი ხილიც. მადლობა ქალბატონო შეიმა.
ადამიანს მამა ესაჭიროება. ასე არ არის ქალბატონო შეიმა. აუცილებლად. ასე არ არის ძვირფასო. მეжди. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ყველა ბავშვს მამა უნდა ჰყავდეს. მის გარეშე არ შეიძლება. ერთი უკვე ყავდა, უსარგებლო იყო. გავაგდეთ. მადლობა ბიძიე ფიქრი. მართალი გითხრა, ჩემი შვილებიც უსარგებლობი არიან. ოჯახ, თავი კარგად იმუშავებს. ვიცი. რადგან იცი მაშინ ლაპარაკი რასაჭიროა. მოდა არ ილაპარაკოთ, არ დაიღალოთ. არ დავიღლები. კარგი, მაშინ მოდი. მითხარი. დედა შენზე რომ არ დავქორწინდა, რა გინდა? იქნებ ჩემს ვაჟზე დაგაქორწინო. სახლში ერთად გადმოხვალთ. მუდმივად ეწუწუნები დაჩაგრავ. ის უვარგესი კი სიტყვასაც ვერ შემოგიბრუნებს. ბატონო ფიქრი, რას ლაპარაკობთ? ჯერ პატარები არიან სკოლა და ასე შემდეგ არ შეიძლება. პატარები, მაგრამ ბოროტიანებით. შეეშვი და იქორწინონ. მეორე დღესვე ჭკუიდან გადაიყვან. საინახავ. ბატონო ფიქრი, თქვენი ვერ გავიგე. მისი დარწმუნება გინდათ თუ ჩემი გაგიჟება? შვიდად. ამდენი რამ გადაიტანეთ. გოგონიათ ვერ გაუმკლავდები? დაწყნარდით. უმერთო ჩემო. აბა გაბედე დედა ჩემზე დაქორწინება. მე ნახავ როგორ გამიმკლავდები. შენს ცადე. ჩვენი დაქორწინების წინააღმდეგობის გაწევას ცადე და ნახავ რაც მოგივა. ღიად დამიპირისპირდები? კარგი, მაშინ ვიომოთ და ვნახავთ მას ვინ მოიპოვებს. კარგი. ასე იყოს. გამარჯვებული მოიპოვებს, დამარცხებული კი ბალის შეიტირებს. მიღებულია. ანუ, უცნაურები არიან. მეжди ეს რა სიტყვებია? ომი და ასე შემდეგ რა ომი? ომი დაპყრობა. ომი რას ნიშნავს? ერთი შეხედეთ ომიო. პიცა, ბოლო მოგვეღო. ბოლო მოგვეღო. რაჰმეთ. კარგად ხარ? თქვი რამე. რამე მითხარი ძმაო. კარგად ხარ ძმაო? სკოლიდან ბელენტი გაიხსენე. მეждиზე იფიქრე, აზრზე მოდი. ადიქი, მიდი შენ ამას შეძლებ. ადიქი ძმაო. Sandığınız kadar kolay lokma değilmiş. კაცი ხარ ძმაო, კაცი. ეს ჩემი ყოფილია რაჰმეტი. ეს კი ჩემი შეყვარებულია ბელენტი. რაჰმეთ, კარგად ხარ? კარგად ვარ. გავიმარჯვეთ, მოვიგეთ. მართლა? ო, გაიმარჯვე. სერიოზულად? კი, გაიმარჯვე. ო, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. გამარჯვებულია რაჰმეტ ელიბოლი. კაცი ხარ, კაცი. კარგად ხარ ძმაო? გაიმარჯვე, გაიგე? ძმაო, ის კარგად არის? ძმაო ნამოკ, რა მოუვიდა? ძმაო ნამოკ თქვი? ცილი დამწამეს თითქოს მე მოვგალი.
ასეთი რამ შეუძლებელია. თავად დავისაჯე. Adamın cezasını kendim kesmişim. Te Allah'ım. Kim yapar? მერტო ჩემო ასეთი ვის შეეძლო გაეკეთებინა. საიდან უნდა ვიცოდე? Her şey aklıma bir თავში ესეთები მომდის, მაგრამ მოიცადე. Ne olacak? ახლა რა იქნება? Ben bu akşam საღამოს მივამგზავრები. çalışmaya geldim. უნდა დაგემშვიდობო. აი როგორ. Amir უბრალოდ მოხერხებულ ადგილას მაგზავნის. Bir süre burada მითხრა რაღაც დროით აქ არ გამოუჩენელიყავი. გამოძიება იქნება. რა თქმა უნდა გამამართლებენ. მერე დავბრუნდები, მაგრამ სულ თქვენზე ვიფიქრებ. oluyor ya. Bu çete ეს ასიმი და Yok canım. არა ძვირფასო ჩვენზე ნუიფიქრებ გამკლავდებით. Ben senin დიდი პრობლემები გაქვს ღმერთმა ინებოს და გაგამართლებენ. ჯემილ ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ყველაფრისთვის რაც გააკეთე. ბევრით გარისკე მადლობელი ვარ. მადლობა. Hoşça kal. ბედნიერად. Hoşça kal. ბედნიერად. Ya tamam. კარგი არ გემშვიდობები. კიდევ დავბრუნდები. Bırakmıyorum. ბოშებო არ გტოვებთ, არ იდარდოთ. ცუდი ჯემილი. Ahmet! აჰმედ, გადაიტანეთ. ძმაო ნამოკ, რატომ არ დგება? Abi. ძმაო საავადმყოფოში გადავიყვანოთ. რა ჭირს? მოკვდა თუ რა არის? Yok hastane საავადმყოფო არა. აქ ამით არ ვართ დაგავივლები. ძმაო ხომ გამოკეთდება? Merak etme. არ იღელო გონსმავა. კარგი ძმაო, მოვა ხომ ასეა? ძმაო ნამოკ რა დაემართა? სულ ცახცახებს. Abi ne yapacağız? ძმაო რა გავაკეთოთ? ბარის დაურეკე, ტელეფონი არ გაქვს ტელეფონი. მოიცადე, Dur ulan. გაჩერდი. Barış kim? ბარიში ვინ არის? ჩვენიანი ექიმია. Benim başım. თუ პრობლემები იქნება, ჩვენიანი არაფერი არ იქნება. Abi. ძმაო, პრობლემა არ იქნება. ბარიში პრობლემას არ შექმნის. მოვა და გვეხმარება, მორჩა. Efendim? გისმენ. მისმინე. ძმაო ბარიში. რაჰმეთ. Ne oluyor oğlum? რა ხდება? წნარად სათხარ. Ne yaptık? რა გააკეთე? Tamam. ვინ მოგალე? კარგი მოდივარ. დამელოდე. მისამართი გამომიგზავნე. სათხარ სწრაფად. გამოდივარ. ჯემილ მეჩქარება. შენ გააკეთე არა? შურდა რომ დავქორწინდით. პისტოლეტი მანქანაში ჩამიგდე, იჩივლე. იქნებ შენ მოკალი. მიდი აღიარე თქვი. Söyle. ხელი გამიშვი. შენ რა სულ გაგიჟდი? სხვა ადგილას გადაირიე. ჰასან. ჰასან. გამოგეთდები კარგი? ექიმი გზაშია, სიკვდილი არ გაბედო. არ გაბედო კარგი? არ გაბედო, არ დაგღობო. მიდი ჰასან. ბარიშ, სწრაფად ბიჭი გვდება. ძალიან გთხოვ. მიდი, მე მოგიყვები, ძალიან გთხოვ. რაჰმეთ, ბარიში მოვიდა. ბარიშ გემოდარები გადაარჩინე. ბარიშ მიდი გთხოვ გადაარჩინე. ეს შენ გააკეთე? მე ხომ არ ვიცოდი ასე თუ იქნებოდა. ბარიშ გამოკეთდება ხომ ასეა? არ ვიცი. რა საკეთებ? სტილობ გონზე მოვიყვანო. ეს რა არის? რა მნიშვნელობა აქვს გაჩუმდი? დიდება უფალს. ღმერთის დიდება ადრეა. ასე არ შეიძლება. საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. სწრაფად. კარგი დოქტორა, დანარჩენ ჩვენ მოვაგვარებთ. მოაგვარებ? ტვინში შეიძლება სისხლჩაქცევა კონდეს. ტომოგრაფია უნდა გაკეთდეს. ასე არ შეიძლება. კარგი დოქტორო, ყველაფერს მოვაგვარებთ. ძმაო მომისმინე.
კარგი, ჩემს საბადმყოფოში წავიყვანოთ. შენთან დაკავშირებული არ არის, პრობლემა არ იქნება. ჩემს თავზე ავიღებ, კარგი? გზაზე ვიპოვე, კარგი? კარგი. არ გაბედო რაჰმეთ. კარგი ძმაო, არაფერი იქნება. მიდი წამოაყენე. გარეთ გამოიყვანეთ, ჩქარა. მაჩვენებლები ნორმალურია. საღელვებელი არაფერია, კარგი? რეზულტატებს ავიღებ და მოვალ. მალე გამოჯამრთელდით. მადლობა. ერთი იმას შეხედე. შენ რა შეშლელი ხარ, მკვლელი უნდა გახდე? ჯილდო დის სანაცვლოდ? უკვე რამდენი წლისები ხართ რაჰმეთ, როგორ არ დაჭკვიანდით? მოგვიწია ძმაო. ვალები. მანქანას იტაცებ ახლა კი ჩხუბს აიძულებ, არა? ეს არის შენი გადაწყვეტილება. რა მანქანა? შენ ხომ გაგიკეთებია, როცა ასეთი მდგომარეობაა, ადამიანი ყველაფერზე მიდის. ანუ მაგალითი ვარ. სხვა ვერაფერი იპოვე, კარგი შვილო. საკუთარი შეცდომების გამოსწორების შანსი მომეცა. თუ თქვენ არ გექნებათ, დამციხის კარზე უნდა ირბინოს. ბარიშ მაგალითი ვერ იქნები. ჩვენი ოჯახები და სიტუაცია განსხვავებულია. ჩვენ არ გვყავს დედა, რომელიც ვალებს გადაგვიხდის. იძულებულები ვართ თავად გადავიხადოთ. ესე იგი ასეა. იცი უბანში რატომ დავბრუნდი? გინდა გითხრა. რატომ? დოკუმენტს ხელი მოვაწერე, რომ მამა ჩემს ვალები მაქვს, რომელიც დედა ჩემს გამოვართვი. არც ერთი კურუში არ დამსჭა, ლიმიტი ამოუწურე. და როგორღაც რომ ვიცხოვრო, იძულებული ვარ ვისწავლო და თან ვიმუშაო. თუ გადაწყვეტილი მაქვს რომ ის ფული ვიშოვო, რომელიც მჭირდება, ვიჩალიჩებ და ვიშოვე, პრობლემა არ არის, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. რატომ? იმიტომ რომ დასასრული არც ისეთი კარგი იქნება. დასრას ვეუბნებით. რა უნდა გითხრათ? ვეთქვით რომ კაფეში ჩხუბი ატყდა. ვეცადეთ გაგვეშველებინა და გამოგვაგდეს. კარგი. ძმაო, ისევ ძმაო. მანქანას იტაცებდი? ძმაო, ვალები მაქვს. მერე? რა საქმეებს აკეთებ? შენ თავს დამამსგავსე, შემომხედე. ბარისთანაც შემსვა. მდიდარი და ასე შემდეგ. მართლაც ასეთი რამა მaqავს. მასე რო საფიქრობ, ჩემი უფრო მეტად მიყვარდება. რა თქმა უნდა, გეყვარება ის რომ მამა შენია. ო, მეც მაგას გეუბნები. წამოდი რა იგნეთ, სახლში მევალთ. და ჩემს სახეს დაინახავს და იკო. მერე სახლში გრიგალი ამოვარდება. ყოველთვის მე ვერ მოგხედავ. რინგზე მაგარი იყავი ძმაო. მაპატიე. დამავიწყდა. ძმაო, რას აკეთებ? დამავიწყდა. რა დაგავიწყდა? კარგად ხარ? ისედაც ყველაფერი მდგივა. წამოდი. აი ასე დაარტყი. ხო, დავარტყი. პატარა, მოხვედი? მოდი. ფეხები ცივი გაქვს. დაიფარე. მოდი გაგათბო. არიცი რა გინდა. ამემშვიდობის.
რახმეთ. სახეზე რა გჭირს? შვიდად ყველაფერი კარგად არის. გაგკურდეს? დაწყნარდი. კურდობა არ ყოფილა, დაწყნარდი. შემოდი დაჯექი. რამე ხომ არ გჭირს? არა, კარგად ვარ, მართლა. კაფეში ჩხუბი ატყდა და ძმამ ჩემს დასაცავად გამოიწია. რა ჩხუბი? სალაროში დანაკლისი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მოშამფული აიღო. უფროსმა ჩვენ დაგვადანაშაულა. მერე კი ჩხუბი მოხდა. გეუბნებოდით ღამით მუშაობა არ შეიძლება. იქ მუშაობა არ შეიძლებოდა. ჩემთვის უნდა დაგეჯერებინათ. მართალი ხარ დაო. სკოლიდან პირდაპირ სახლში. მორჩა. ასე არ არის ჰიკმეთ. დიახ, ზუსტად. იქნებ ყინული მოგიტანო. არა, ისე არ არის როგორც გეჩვენება. კარგად ვარ, კარგად. ხომ არაფერს მიმალავთ? არა დაო, დასამალი რა არის. ისეთი არაფერია. გითხარით რომ რაღაც ჩხუბი ატყდა. დაო, წყალს მოვიდან. ეს რა არის? ახლავე გავწმინდავ. საზიზღრობა, ვერ ვიტან. რა უბედურება. არ მომასვენეს. Hiç huzur yok ki bana. ალბათონო შეიმა. İyi misin? კარგად ხართ? კარგად ვარ. კარგად. დაიძინეთ ბატონო ფიქრი. ზუსტად შუაღამისას. ალბათონო შეიმა. რა შეესაქმე? რა მოხდა? ტვერი ხომ არ დაგესიზმრა? არა, ძილი დამიფრთხა. ამიტომაც Koyun მერე sarısı. ცხრები დაგეთვალა. არა. ამის მაგივრად თმებს ვითვლი. ბატონო ფიქრი. შვიდად ვერ ვარ. დაქორწინების იდეაზე იქნებ უარი ვთქვათ. მეჯდისთან ომია. მტრობა. ძალიან გთხოვთ. არ ვიცი, მე შინია. რამე უბედურება არ მოხდეს. გამშვიდობი. ნუ გეშემიათ ალბათონო შეიმა. მე მომენტი. კარგი? მოდი ეს მეატოვეთ და გასაძიებლად ვაცადით. კარგი. 5 წუთში დავალაგებ. ეს რა არის? ყველგან თმებია. ასე არ შეიძლება, მანქანას გადავწევ. ეს კიდევ რა არის? ეს აქ რა დროიდან არის? ალბათ მიკრობებით არის სავსე. ეს რა არის? სისხლი? სისხლი? ვისი სისხლია? ვისი უნდა იყოს? ვისი სისხლია? ჩემი არ არის. გარდაცვლილი ელისის. გარდაცვლილის. კარგი. პაკეტში.
ქალბატონო რემონტი გვაქვს. ფელისთან მოვედი, ფელის, რა შეესაქმე? ელისის მაისური ვიპოვე, დასისხლიანებულია. სარეცხი მანქანის უკან ეგდო. რა უნდა მოსვლოდა? დარწმუნებული ხარ, რომ მისი მაისურია. არც ჩემია და არც მეჯდისი. ალბათ მისია. ელისი ვინ არის? ჩემი და ახლა ხანს გარდაიცვალა. ვიზიარებ. ავად იყო? არა. პოლიცია ამბობს, თვითმკვლელობა იყო, ზღვაში გადახდა. რაღაცას გეტყვით. იქნებ რამე საქმეებში გაერია. იქნებ თვითმკვლელობა ამის გამო ჩაიდინა. არ ვიცი შეიმადეიდა. შენთან ცხოვრობდა. მას არც ისე კარგად ვიცნობდით, არაფერი იეჭვე? ელის, დიდება უფალს. რამდენი მეგობარი ყოლია. ტელეფონი არ ჩერდება. ეს ძველი მეზობლები არიან. ანუ მიესალმები და მოვალე გახდები. რაღაც ამდაგვარი. ვუპასუხებ. შეხედე. ეს დამეჯდის სათამაშოებია. და თუნი არ მოგწონს? გამომართვი შენი იქნება. წყურია. ესე აიღე. წყალს მოგიტან. ტკბილა. ერთი ამას დამიხედეთ. მუშაობა გადაწყვიტე? რომელი მთიდან დაგისტვინეს? მერე ამ საქმეს რა ეშველება? აკიფ, არ ვიცი. ანუ დავფიქრდები, ძმასთან წარსული მაკავშირებს ეს ხომ იცი? ძმა, სულ ძმას იმეორებდა. ძმასთან წარსული ჰქონდა, მაგრამ ეს ხომ ნორმალურია? ძმა ყავდა? ძმა? შეიმადეიდა, საიდან დავიცოდე? მას არ ვიცნობდით. იქნებ ძმაც არსებობს. ეს მოგიტანე. გარეცხავთ გაასუფთავებთ. საიდან დავიცოდე? იქნებ პოლიციას გადავცე. სისხლი დავინახე და ცუდად გავხდი. კარგი მე წავალ. აბაზანას გავწმეთ. აქაც ყველაფერი დავისვარე. ნუ გეშინია, არაფერი არ არის. ეს რა საქმეები ხდება? ამბობს ძმაო. თითქოს დასთან ახლოს არ იყავი. ერთად არ ცხოვრობდით? მამას ავადმყოფობის დროს გავიცანით. მისი არსებობა არც კი ვიცოდით. ვერ დავახლოვდით. ალბათონთან ცხოვრობდა? გოგონაზე ვერ ვიზრუნე. მეორე ბავშვი გყავს. მამაზე არ იდარდო, მისთვის ხომ არ გიცალა. ახლა ამას რა ვუყო? თქვენ წადით, დაგეწერით. არახმეთ. ისმენ ძმაო. თუ იტყვი რომ უნდა ვეჩხუბო, ჩემი უკვე მიიღე. არა. გუშინ კი არ მიიღე, არამედ დაიმსახურე. გადავწყვიტე რომ მომეტანა. მიავიღებ. მადლობა ძმაო. ეს შენ მადლობა. შენი დოქტორი სუფთაკაცი აღმოჩნდა. საავადმყოფოში პრობლემები არ შეუქმნია. ასანე დღეს გამოწერეს. ასეა. გადაეცი მალე გამოჯამრთელდეს. ნუ აწყინება. ძმაო, ვალის ნაწილი დაფარულია. მურჩა, ვალი თითქმის გადახდილია. კარგია. თუ მეორე ნაწილის დაფარვაც გინდათ, შეიძლება რაღაც მოვიფიქროთ. დიდი ყურადღება მიიპყარე, შენი წილი გაიზრდება. არა ძმაო, მადლობა. გინდა რაღაც გითხრა. წავიდა ძმაო, პრობლემა არ დარჩა. ყველაფერი დავხურეთ. ხალხის წინაშე რატომ ითვლი? წამოდი, მივცეთ. კარი ღია რატომ არის? უოჭველი მწერებით გაივსო. ბატონო ფიქრი. ბატონო ფიქრი.
ეს რა არის? პოლიცია! პოლიცია! ჩემი სახლი. პოლიცია! პოლიცია! მიშველეთ! 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 პოლიცია! პოლიცია! დედა, მიშველეთ! დედა, აქ რა მოხდა? Evimize სახლში ქურდი შემოძრა. girmiş. კარგი, ხელი არაფერს ახლა პოლიციას გამოვიძახებ. არაფერს არ ვეხები. Dokunamam. იმიტომ რომ ყველგან ჭუჭყიანი ხელებით Elle. კომისარო, მაგას ქუჩა 9, სახლში ქურდები შემოიჭრნენ. დედა! 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 დედა, კარგად ხარ? Anne iyi misin? Dur ben ilaç. მოიცადე წამლებს მოგიტან. Kadının evine... მთელი სახლი გადავატრიალეთ. ალმასები არ აღმოჩნდა. Yeriz oraya. ელის იქ არ დაუმალავს. Emrin როგორც გეტყვი ძმაო. Ne dedi abi? რა თქვა? Tamam. ახალ ამბებს დაველოდოთ. O kadar mı? დამორჩა? Ne bekliyorsun? აბა რას ელოდებოდი? ბიოგრაფიის მოყოლას? Bekleyin dedi. თქვა მოიცადეთო. Yalnız abi. დედა ბაუფალს გვალე ზავშალე. Bir girdi ovaya. სახლში შევედი, ყველაფერი მივყარ მოუყარე. Filiz, ფელის, ne olur Zeynep. შეიძლება ზეინები ჩვენთან დარჩეს. Kalsın. შეიძლება უბრალოდ თქვენი შეწუხება არ მინდა. Kız onun არა შეწუხება, ის ხომ უბრალოდ მშვენიერებაა. ზედავხატოთ, მერე სახე. შენ აქ ხატე. ჩაი აიღე. İşte bu herif. ელისი უცნაურ საქმეებში გაება. İşte bir abisi. ალბათ ძმა წავდა, ვერ გავიგე. Anladım. İşte bir de ამასთან დასისხლიანებული მაისური. anla polisi. ვერაფერი გავიგე. Anlamadım yani. Kız acaba... საინტერესოა თავი რატომ მოიკლა. Vicdan azabı. ანუ სინდისის კენჯნის გამო? Ya Filiz. ფელის, Cemil gitti mi? ჯემილი სინამდვილეში წავიდა? კი, მიემგზავრება. ბიჭს ცილი დასამეს. Bizim yüzümüzden ჩვენს გამო ამდენი პრობლემა აქვს, მეწოდება. Ay bırak ya. o შენ რომ sana მოგწონებოდა, yapmak ბევრი için რამ bir şey გააკეთა. kalmadı yani. Gitsin. წავიდეს, იქნებ დაგივიწყოს. Ha? Ay Tufan ეს ალბათ var. ტუფანია. Baktım ben. მე გავაღებ. Buyurun. გისმენთ? Filiz evde. ფილისი სახლშია. Bir saniye. ერთი წამით. Abla დაიკო. bakacağım. მოდი. Merhaba. გამარჯობა. Ya kusura მაფათე ასეთ დროს მოვედი. არა უშავს, გისმენთ? შენი მისამართი კაფეში გავიგე. ეს ლამაზმანი ვინ არის? Pardon. უკაცრავად. Ömer Bey. ბატონი ამერე, ჩემი უფროსი. Merhaba. სალამი, კეთილი იყოს. Çok სულელური სიტუაცია შეიქმნა, როცა გამოდიოდი. გასაღები შენობაში დამშა, სახლში ვერ შევდივარ. მაღაზიის გასაღები მოგცეთ? ო, სახლში იქიდან ავალ. Tamam peki. კარგი, გასაგებია. Ya siz de kapıda ზღურბლზე გაჩერდით, შემობრძანდით, ჩაი დავლიოთ. არა, შეგაწუხებთ. გასაღებს ავიღებ და წავალ. getireyim. ასე არ შეიძლება. თხოვთ, კარებში ნუიდგებით. Lütfen kapıda kalmayın. Tülay ben. სხვათა შორის თულაი ვარ, ფელისის მეზობელი. ამერი, სასიამოვნოა. ჩემთვისაც მობრძანდით. Buyurun buyurun tabii. ო, რა თქმა უნდა, შემობრძანდით. İyi akşamlar. საღამო მშვიდობის ბავშვებო. Çocuklar nasılsınız? მე რახმეტი ვარ, ამერი. Hikmet. იკმეტი, Ömer. ამერი. ბატონი ამერი, ჩემი ახალი უფროსი. Hicran ablanın. ჰიჯდას სახლი და მაღაზია ეყიდა. Merhaba. Sen შენ თქვი რომ 5 kardeşim ხუთი გყავდა. demiştin ama Ha Zeynep. ზეინეფი ჩემი დიშვილია. Kadroya. შემადგენლობაში ავსო.
შენი დის ქალიშვილი არა? გასაღებს მოგცემთ. ზეინებ. სალამი. კარგი არ შეგაწუხეთ. სასიამოვნო იყო. ყველას მაღაზიაში გელოდებით. ცოტა არ იყოს მოწყენილები ვართ. ძმაო ისეთ რაღაცებს ნუ იძახი, რასაც მე რეინანებ. არა, მე ჩვეული ვარ. მეც და ძმები მყავს. აბა, კეთილი საღამო. დიდი მადლობა. ცოტა არ იყოს შეგაწუხე. ღმერთო, როგორ გეკადრებათ? დილას შევხვდებით. შევხვდებით. ფილის, არ დახურა ფილის. შენ სახლში რასაკეთებდა? უკაცრავად ანგარიშები გაბარო? იარაღიან ხალხთან არის დაკავშირებული მეთქი. კითხარი არენდო. უსირწყვილოდ სახლში აპატიჟები? ასეთი ადამიანი არ არის. ასეთი ადამიანი არ არის, ნუ ბოდავ. იმ წმენდაში მომუშავეს, ასეთი მანქანა საიდან ყავს? მძღოლი პისტოლეტით რატომ იყო? როგორ არ კითხე? ხო, ვკითხე. დაძმების გამო მე ვახშესთან მქონდა ურთიერთობა. იმ ხალხს ტალახს ნუ ესვრი, ვისაც არ იცნობ. დანამისი დაიჯერე არა? რატომ ბოდავ? შენთვის რა? ანგარიში გაბარო? საყვარელთან წადი, მიდი. მართლა. სულელი. გეუბნები არ მომეწონა და არენდო. რითი ვერ გაიგე? კარგი. მანდექით ძმა მოდის, მიდით. რატომ მოდის, რა ხდება? საიდან უნდა ვიცოდე? მე რა მატყობინებს? ჩუმად მოდის.